საღამოშვიდობისა ძვირფასო რადიო მსმენელებო, დღეს სამშაბათია, დახამიქიაშვილი ვარ ხოლმე ამ დროს თქვენთან ერთად. დღეს კი განსხვავებულ ფორმატში წავხდები, ვინაიდან კუნძულ მალტაზე ვიმყოფები და აქედან შემოგთავაზებ დღევანდელ გადაცემას და ჩემი აქ ყოფობა მეტად მნიშვნელოვან პროექტს უკავშირდება და ღონისძიებას, რომელიც აქ გაიმართა. კერძოდ უკვე მე-10 წელია დიასპორის სახლი ატარებს ღონისძიებებს. ადამიანებს აჯილდოებს, რომლებიც მრავალი წელია უკვე ცხოვრობენ და საქმიანობენ ემიგრაციაში, სხვადასხვა ქვეყანაში, ქალაქში და ძალიან წარმატებულები არიან თავის საქმიანობაში. და როგორც გითხარით, ამ პროექტს სათავეში უდგას დიასპორის სახლი და სწორედ მისი დამფუძნებელი, თავად ემიგრაციაში მცხოვრები ქალბატონი ინა ასანიძეა, ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმარი. ქალბატონო ინა, საღამოშვიდობისა და მადლობა, რომ დატვირთული დღის წესრიგის მიუხედავად ორ დაგვიწყდით. მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით, კახა. ინა, სანამ გადავალ დეტალებზე, ვისაუბრებთ დიასპორის სახლზე, ვისაუბრებთ წლევანდელ დაჯილდოებაზე, ვისაუბრებთ მიზეზზე, რის გამოც მალტაში ვართ. მე ვახსენე, რომ თქვენს ემიგრაციაში ცხოვრობთ. რამდენი ხანია პირველად როდის წავხვედით საქართველოს და რამდენი ხანია უკავშირდება თქვენი ყოფობა ამერიკას? მოდით ამერიკამდე ვიტყვი იმას, რომ მე გავიზარდე ემიგრაციაში და ეს ღონისძიება დაჯილდოება ზოგადად მიუძღვენი საკუთარ დედას. რადგან დედა იმ ქვეყანაში, სადაც მე ვცხოვრობდი, ჩვენს ქალაქში 300-მდე ქართველი ცხოვრობდა სტუდენტი. ეს ხო ჩემ ბავშვობაში. და დედას ეძახდა, ყველა ლამის ყველა სტუდენტი ეძახდა დედას, დედა ჩემს, რადგან ყველას დედა იყო. და სულ მიკვირდა როგორ ახერხებდა ამას. ოღონდ არა იმიტომ რომ ის დედა არის ჩემი და მე ახლა მართლა მიკვირდა, გაოცებული ვიყავი და ვინც იცნობს დედას, ალბათ ყველა დამეთანხმება. და რაღაცათომ 2013 წელს გადავწყვიტე, რომ რაღაც დედას დაბადების დღეზე 5 მარტს გაიმართა პირველი ეს ღონისძიება. და მე თვითონ არ ფიქრობდი, რომ ეს გაგრძელდებოდა და უკვე კი ფიქრობდი, რომ საიუბილეო და მე-10 წელი. არა, ნამდვილად არ ვფიქრებდი და რაც მე თვითონ უკვე იმხელა სიამოვნებას მანიჭებს. ხანდახან ესეთი იმით თავდება ყოველთვის, რომ მიდის ბულინგი, რომ რატო ის დააჯილდოვა, რატო ჩემს ორგანიზაციაში. მე ვისაც მინდა ვაპატიო ცოტა ისე ვიტყვი, მაგრამ მინდა მივმართო იმ ადამიანებს, შეიძლება გადავუხვიე მე და უბრალოდ არა, ნახეთ, როცა ამას მე ვაკეთებ, მე ვარჩევ, ადრე იყო, როგორ იცით, ვაგზავნიდით დიასპორულ ორგანიზაციებში კონკურსის შესახებ ინფორმაციას, ისინი უწევდნენ რეკომენდაციას და მართლა წელს კიდე მე მაქვს იმის საშუალება, რომ წლიდან წლამდე ვადევნო სხვადასხვა ადამიანებს ემიგრაციაში თვალი და მის მიხედვით ჩვენი ორგანიზაციის წევრები აქ მარტო მე არა, 4 დამფუძნებელია დაუშვათ იქ პრეზიდენტია კომპანიის, რაღაცა მთელი ჯგუფი ჩვენ მე ვარჩევ, შემდეგ ვაძლევ ინფორმაციას, ესიც განიხილავენ რამოდენიმე თვის განმავლობაში მიდის სხვათა შორის ეს დაკვირვება კვლევები ამ ადამიანებზე და შემდეგ უკვე უკავშირდებით და ვეუბნებით, რომ ის წარდგენილია. აინა, მაშინ კითხავთ ამას, კითხვებით რომ არ გასცეს, წყენაცნაკლები იყოს, რა არის კრიტერიუმები, რა არის საჭიროება, რის გამოც თქვენ ჩავთვლით, რომ ეს ხალხი უნდა დაჯილდოვოთ, კიდევ ერთხელ ხალხს სხვადასხვა ქვეყნიდან და სხვადასხვა პროფესიის აბსოლუტურად დიასპორელი. თავარია ადამიანი აკეთებდეს ქართულ საქმეს. თუ რას ნიშნავს ეს ქართული საქმე? შეიძლება ხომ ვიღაცა მითხრას, იცი რა არის ქართული რესტორანი თუ აქ ის თავისთვის აკეთებს, მისი ბიზნესია, ხო? არა, ესე არ არის. ძალიან ბევრი ადამიანები არიან, ამერ მარტო ნიუ-იორკშია დაახლოებით 50 რესტორანი, პირობითად რომ ქართული, მაგრამ დაჯილდოებულია სულ 4 ადამიანი, 4 მეპატრონე. პირობითად ამბობ ამას, ესევე სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც იღებენ ქველმოქმედებაში მონაწილეობას, ის ადამიანები, რომლებიც უწევენ პოპულარიზაციას საქართველოს, ანუ ის არ არის მარტო მისთვის ბიზნესი. ანუ ეს არის ამავდროულად ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია და სულ ეხლა ხანს აღმოვაჩინე ბოლონიაში ქართველი ადამიანი, ვინმე ცეცვაძე და უკვე ვფიქრობ, რომ მე მას მთელი წელიწადი უნდა ჩავიდე ბოლონიაში, იმიტომ რომ ის ისე ლამაზად უკეთებს პოპულარიზაციას, ის ისე ცდილობს, რომ იტალიელებს გააცნოს საქართველო, რომ ზუსტად ვიცი, გაისაგნია. ანუ გასაგებია კრიტერიუმი დაახლოებით. პლუს ამას ნახეთ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ქართული ცენტრების წარმომადგენლები.
რა თქმა უნდა, ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრ და დიდ ქართულ საქმეს აკეთებენ, რადგან ქართულ ბავშვებს უნარჩუნებენ ენას, მამულს, სარწმუნოებას ოჯახებთან. ოჯახების დახმარებით ისე ვერც პედაგოგი, ვერც სკოლა ამას ვერ შეძლებს. ეს ძირითადი და ამავდროულად ნახეთ, მე ძალიან ხშირად ჩვენი ორგანიზაცია აწყობს კონფერენციებს, ფორუმებს და ჩვენ მუდმივი მხარდამჭერები გვყავს ჩვენი წელს ესეთი ორი ადამიანია წარდგენილი მუდმივად. მე და ჩემი სამეგობრო აბსოლუტურად აი შემიძლია სიამაყით თქვა და ის ადამიანები, რომლებიც დაუშვათ ამა თუ იმ სფეროში აქ დღესდღეობით ამერიკაში, ესევე ნიდერლანდებში ძალიან ეხმარებიან ქართველებს და ამიტომ აი ეს კრიტერიუმები. მე ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, ინა დიასპორის სახლი, რომელსაც ხელმძღვანელობთ, ეს დაფუძნდა სწორედ ამ ღონისძიებისთვის, თუ ცალკე როდის დაარსდა და პარალელურად რა არის საქმიანობა და აი საქმეები რას ეწევა ეს? გეტყვით, ისე იგი მადლობა. ეს არ იყო დიასპორის სახლი, თავიდან დავიწყეთ მე დავბრუნდები, იყო ესეთი ორგანიზაცია. დავიწყეთ მე დავბრუნდებით და შემდეგ უკვე როცა ვაპირებდი დაბრუნებას კვლავ ემიგრაციაში ეს სახელი აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ მე და ჩემ ადამ და ჩემმა მეგობრებმა ჩამოვაყალიბეთ უკვე დიასპორის სახლი და ანუ დაჯილდოება შემდეგ გაგრძელდა დიასპორის სახლის ორგანიზებით. უკვე და დიასპორის სახლი დაარსდა 7 წლის. რა საქმიანობთ პარალელურად ამ თქვენი სახლის ამ თქვენი ფონდის? მე ვთვლი ეს არ ჩაფიქრობ რაღაც ამბიციაში, ვთვლი რომ ძალიან ბევრ კარგ და ესეთ საქმეს ვაკეთებ. ჩვენ გვაქვს წარმომადგენლობა რამოდენიმე ქვეყანაში და პირველი ყველაზე დიდი მასშტაბური პროექტი რაც იყო დაჯილდოების შემდეგ, ანუ რაც ჩამოყალიბდა დაჯილდოება ხო ყველა წელს კეთდება პარალელურად წელიწადში ორჯერ აღნიშნავთ ფორუმის სახით მიგრანტთა საერთაშორისო დღეს და ქართული დიასპორის დღეს. ესევე ყველაზე რთული და ყველაზე დიდი ეს იყო კოვიდის პერიოდში ერთ-ერთი აქტიური კი არა და კრიზის ცენტრი დიასპორის სახლის ეგიდით ჩამოყალიბდა ევროპაში, რასაც ჩვენ ასობით ადამიანს ვეხმარებოდ და შეიძლება 1000-ობით. ასევე შემდეგ უკვე სხვადასხვა დამფუძნებლებთან ერთად ეს იყო ამერიკა, კანადა და დღემდე თუ ვინმეს რაიმე პრობლემა აქვს, მე არ მიყვარს, როცა ადამიანი აკეთებს და რაღაც ამის აფიშირება, თუმცა ვიცი ამ ინტერვიუს შემდეგ ალბათ თვითონ ძალიან ბევრი დაწერს, რომ ღამის 3 საათზე, ღამის 4 საათზე ჩვენ ცხელხაზზე არის ესეთი ორგანიზაცია უკვე 25 წლის ორგანიზაცია, ერთობლივად მუშაობთ ამერიკაში და გვაქვს ცხელი ხაზი ჩართული, ანუ დაგითხრათ, ალბათ ვიცი ემიგრაციის ყველაზე მეტი ჩვენ ვიცით თუ ვის რა უჭირს და როგორ უჭირს, ალბათ 90%. სანამ დაუბრუნდები თემას, რის გამოც მალტაზე ვარ, მე ვიტყვი ვიცი ამაზე ხაში გამპროტესტებ, არ დამეთანხმები, მაგრამ როცა ახსენეთ თავიდან აი დედას ყველა დედას ეძახთავ და ყველა ზრუნავდაო, მე მგონი რომ დედას მიუძღვენიოთ ან ეს დაჯილდოებული და საფრთხე და მე მგონი რომ დედას ბაძავ, იმიტომ რომ მე ვიცი ეს ჩემი თვალით ნახე როცა ვიყავით ამერიკაში რომ ძალიან ბევრს ეხმარები ამერიკაში. აი დედობ გარდა იმისა რომ უამრავი ადამიანი ჩაკავს საქართველოსთან ჩვენს ვიყავით ნიკოლსტულკის პროექტი და ჩემი თვალით ნახე რომ ბევრს ეხმარები და მე მგონი დედას გაუხარდება რომ მიგდას ამ კუთხით აგრძელებ და ბევრს უწევ დედობას. მე ბევრი არაფერი არ შემიძლია, უბრალოდ რაც შემიძლია მაქსიმალურად ვცდილობ ჩვენს გუნდთან ერთად და რა ვიცი თუ გამოგდის ძალიან მიხარია, მთავარია რომ უბრალოდ მაშინებს დღევანდელი სიტუაცია ემიგრაციაში მინდა რომ ყველას ერთმანეთი გვიყვარდეს, მინდა რომ რაღაც ყველანი ერთი ვიყოთ და ყველამ გაუძლოთ ემიგრაციას და დროულად დავბრუნდეთ, რაც თავარია დაბრუნების დრო არ გამოგვეპარეს. ინა, მოდი ტელევანდელზე ვისაუბროთ, მივადგეთ ამ თემასაც. რამდენი ადამიანი დაჯილდოვდა წელს? სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ და როგორ შეაფასებდი აი საიუბილეო დაჯილდოებას და რატომ მალტაზე? გეტყვით, რატომ მალტაზე? ეს იყო შემოთავაზება მალტის კულტურის ცენტრიდან. შემოგთავაზეს, რომ აი დღეს და გუშინ მათ აქვთ აქ რაღაც დიდი პროექტებს ახორციელებენ.
და შემომთავაზეს მალტის თეატრში ღონისძიება და მე რაღაც ცოტა ათ დავფიქრებულა გადავწყვიტე დავეთანხმე მეთქი კი მეთქი და ძალიან დიდი მადლობა შემოთავაზებისთვის და ნუ აი მის შემდეგ უკვე დავაანონსეთ კიდეც დაჯილდოვდა 13 ადამიანი, ესენი არიან კანადა, ნიდერლანდები, იტალია, ამერიკის სხვადასხვა შტატებიდან და ვთვლი რომ ძალიან ღირსეული. მათ შორის რამდენიმე ხელოვანია. მათ შორის რამდენიმე ხელოვანია, რა თქმა უნდა, ვთვლი რომ ეს ჩვენი ხელოვანები, ვინც ჩამოვიდნენ ამერიკიდან და სხვათა შორის სიმბოლური აქ ყველაზე ახალგაზრდა ალექსანდრე ზაზარაშვილმა პირველი კონკურსი გაიმარჯვა აქ მალტაზე და იმედია ეხლა ახალი ეტაპი დაიწყება მის ცხოვრებაში. მყავს საამაყო ჩვენი ყოველთვის საყვარელი სანდო გეგეჭკორი. მინი შერმადინი და ფუსფუსი ალბათ ახმაური მაყურებელს ესმის პარალელურად სწორედ ახლა დაჯილდოებულები და სტუმრები უზიარებენ ემოციებს ერთმანეთს და ალბათ ეს ხმა ესმის. მოდი აი გადავხედოთ ამ წელს, ვთქვით რომ საიუბილეოა. მე უნდა დამესვა ეს კითხვა თავად ვთქვით რომ მაშინ ვერც ვფიქრებდი რომ 10 წელი რამდენი ხანი გასტა და ერთი მხრივ სამწუხაროა რომ ამდენი ადამიანია ემიგრაციაში და მეორე მხრივ საბედნიერო რომ ამდენი წარმატებული ადამიანია. როგორ შეაფასებ აი პირველი დაჯილდოებიდან წლევანდამდე როგორი იყო ეს 10 წლიანი პერიოდი? ეს იყო ნახეთ იმდენად ბედნიერია როცა უკვე შესარჩევი ტური დასრულდებოდა და ვემზადებოდი, ანუ იცით მიადვილდებოდა ემიგრაციაში ყოფნა, იმიტომ რომ აქტიურად ჯერ თვითონ ველოდებოდი იმას რომ ჩამოვიდოდი პროექტის საქართველოში, მე შევხვდებოდი, მე ხო ამ ადამიანებს არ ვიცნობდი, ამას უბრალოდ ვადევნებდი დიასპორულ ორგანიზაციებს და მათ აქტიობებს თვალს. ჩვენ ძალიან ბევრი წარმატებული ყავს, იმას უბრალოდ ფიზიკურად ვერცე ალბათ 10 ორგანიზაცია ვერ შეძლებს. ანუ ვთვლი რომ უნდა იყოს ალბათ სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა მიმართულებით და ეს კიდე სხვაებაც უნდა აკეთოს მოკლედ. და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გადაიკვეთა, ძალიან ბევრი ორგანიზაციები და ადამიანები დამეგობრდნენ და მე ამაყი ვარ, იმიტომ დღეს ეს 170-მდე ადამიანი მეგობრობს, ახლობლობს, ცვლიან პროექტებს ერთმანეთში, ბიზნესები აქვს საერთო, ეს ჩემთვის ძალიან საამაყოა, იმიტომ რომ ეს რაღაც ხიდი რაღაც მიმდინარეობს კი. ამ დღეებში მქონდა საუბარი ბევრ მათგანთან და საერთოდ როცა მიწევს ემიგრაციაში ყოფნა, ყველას დიდი სურვილია და მთავარი ნატვრა არის სამშობლო. სამშობლოში დაბრუნება და ბევრი მათგანი ამბობს რომ შეიძლება მე ჩვენ აქ წარმატებული ვართ, მაგრამ ეს უკავშირდება ჩვენ სამშობლოს. წეგან მნიშვნელოვანია მახსენეთ რომ თავარი ის მომენტი არ გამოწვევს დაბრუნებისა და პირველ რიგში ფილმი ფესტივალი გვახსენდება. ამისგან ვისურვებთ რომ ჯვარი გეწეროთ. აი რა არის ეს ტკივილი თქვენ ყველაზე კარგად იცით, იმიტომ რომ შეხებაგეთ მათთან. რა არის ეს მომენტი, როგორ უნდა მოხდეს და აქვე მინდა უთხრათ მათ ვინც შეიძლება ფიქრობს წასვლას და ბევრს გონია რომ ამერიკაში წავალ და ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ მე ვნახე ამერიკაში ხალხი რომ რთულია, ემიგრაციაში ყოფნა რთულია, რაოდენ წარმატებულიც არ უნდა იყოს. მოდით ესე გეტყვით, მოდით ხად ესე ნუ გავიმასქნით, მეგონა რომ ძალიან რთული იყო, სანამ ჩემი შვილი ჩამოვიდოდა ჩემთან. ყველა დღე ვტიროდი, წლები ვტიროდი, დილით ბალიშისველი ყოფილა, სიზმარში, რა თქმა უნდა, სიზმარში ხარშულთან ერთად, ოჯახთან ერთად იღვიძებდა, ნუ ეს საერთოდ რაღაც, მაგრამ ეხლა რაც მაშინებს არის ის, რომ მე ვეჩვევი და ჩემი შვილი ჩამოვიდა, მე მივეჩვიე და შემიყვარდა ამერიკა. თორსა რომ აი მთელი 10 წელი ის იყო ყველა სამთვეში საქართველოში ვიყავ. დღეს უკვე იმდენად მივეჩვიე, მე აუცილებლად დავბრუნდები, რა თქმა უნდა, მაგრამ არც ისეთი, აი ამდე მეჩვენებოდა, რომ ძალიან რთული იყო. თუმცა დღეს უკვე ის ჩემი მეორე სამშობლოა, ძალიან აი მოვერგე, ესე რომ ვთქვათ, მე ამას შარშან არ ვიტყოდი, არც იმის წინ მით უმეტეს არ ვიტყოდი, მაგრამ როცა ოჯახი ყავს იმ ქვეყანაში, სადაც ხარ, რა თქმა უნდა, გენატრება, მიწა, წყალი, ყველაფერი იცით, ამდენჯერ მიფიქრია, რომ აი თუნდაც სვანეთში
აი დამსვა იმერელილა თვითონ თუნდაც კახეთში, ოღონდ ქართული ხარი ჩავისუნ თქო და რამდენჯერ მიტირია, მაგრამ სამწუხაროდ ვეჩვევი და ზუსტად ვიცი, რომ კი ჩვენ ძალიან განვიცდით, მაგრამ ვისაც ოჯახები ყავს, ეგ ყველაზე ძალიან მაშინებს, რომ ალბათ თეორია საკუთრებად იქ შეეძინა შვილები. რა თქმა უნდა, აი ნახეთ მეგობარი მყავს ესეთი გინეკოლოგი მიანი და მითხრა რომ ყოფილა ესეთი თვეო რომ 25 ქართველს უმშობია 25 ბავშვი დაბადებულა ერთ კლინიკაში თვეში ქართული ოჯახის ეს არის სამწუხაროდ ვთვლი რომ დაკარგული თაობაა და ეს ძალიან მტკივნეულია თუმცა ამავდროულად ამაყიც ვარ იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისეთი თაობა დაიბადა და გაიზარდა ამერიკაზე მაგ კერძოდ ლაპარაკი რომ ისინი ძალიან წარმატებულები არიან თუნდაც ავიღოთ ილია თოფურია ხო რომელიც გაიზარდა ელჩებში რა თქმა უნდა ეხლა ჩვენი ერთ-ერთი ნომინანტია ქეთევან გოლდი ოქროაშვილი რომელიც ჩავიდა ამერიკაში 15 წლის აქვს იურიდიული განათლება და სულაღაც 2 კვირის წინ ქეთევანი დაინიშნა ნიუ-იორკ ბრუკლინის ახალგაზრდული რესპუბლიკური ანუ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ეს საოცრება ანუ იცი რა არის სადაც ვარ აი გვიამაყოთ რა თქმა უნდა თუ დაბრუნდებიან ეს ძალიან მაგარია მე ჩემი სურვილია რომ ჩემი შვილი უნდა დაბრუნდეს აი არ ვიცი სულ მეშინია რომ არ მიეჩვიო ძალიან არ შეუყვარდეს ის ქვეყანა რადგან მე არ მინდა ჩემი სიბერე გავატარო აქ მაგრამ აი ისინი ვინც დაიბადნენ გაიზარდნენ ქართველობენ ქართულს ფლობენ ქართული ტრადიციები რა ვიცი აი ეს ყველაფერს ინარჩუნებენ თვლი რომ არ არის ეს კატასტროფა მე რა რომ არ არიან სამშობლოში ისინი ქართველები არიან ქართულად იზრდებიან და საქართველოს პირიქით უწევენ პოპულარიზაციას თუმცა აი რამდენჯერმე გავუსვი ხაზი რომ მეორე სამშობლო ახსენე ჯერ ერთი ამერიკა რა თქმა უნდა დასაფასებელია თქვენთვის იმიტომ რომ ბევრი რამ მოგცათ ამ ქვეყანამ და როგორ შეიძლება აღიყვარდეთ რამდენჯერმე ახსენე რომ მენატრება არ მინე გავუტო შეიძლება ვთქვათ რომ როგორ წარმატებელს არ მიაღწიო როგორი კარგი პირობაც არ უნდა შეგიქმნას როგორც არ უნდა იქ ქართველობდი და ამის მადლობა ყველას რამემ შეცვალო სამშობლო და ის ქვეყანა რამაც გშობა ვერ დავიჯერებ არაც ნახეთ კიდე გეუბნებით მთელი ჩემი ბავშვობა მენატრებოდა ძალიან ამაყი ვიყავი იცით და მთელი ჩემი თანაკლასელები თანასკოლელები როგორ ვიყურებდნენ იცით მე ვიყავი ქართველი ყველაზე მაგარი ტიპი ვიყავი სკოლაში ანუ ყველაზე ამაყი ვიყავი და მე ვიყავი ყველაზე მაგარი ერი შვილი და ზუსტად ვიცი ახლა ქართველებიც აი ამერიკაში და ძალიან ბევრი ბავშვები იცით როგორი გაოცებულები არიან პედაგოგები როცა გადმოდიან აქ მე-4 მე-5 კლასში ბავშვები ძალიან განათლებულები საოცრად ფლობენ უკვე ინგლისურს და ისეთ სამაყო ბავშვები ყავს და ზუსტად ვიცი აი არიან ისეთი ოჯახები რომ ისინი ბოლომდე გაზრდიან ქართველებს და ჩამოაყალიბებენ ქართველებს და იყო ესეთი ცოტა მტკივნეული მქონდა მე და თქვენ გუშინ ვისაუბრეთ ამ თემაზე იყო ესეთი ოჯახი სიდამონ ერისთავი ნიუ-იორკის ვიცე-მერი ნიუ-იორკის ვიცე-მერი ხო წარმოიდგინეთ რომელსაც ებარა მთელი ნიუ-იორკის ტრანსპორტი ნიუ-იორკის შტატის და მისი ოჯახი დღემდე ქართველი ანუ შვილები რა თქმა უნდა დედა ყავთ ქალბატონი ანა ამერიკელია და თორემ ევროპელები შთამომავალი მაგრამ ეხლა მოინდომეს ქართული სწავლა და არიან ძალიან დიდები 50-60 წლისები არიან და ეხლა ცდილობენ ქართული ისწავლონ ეთყობა გენები მაინც ქართული გენის ისეთი ბევრი ისტორია და ბოლოსკენ ინა შეოფასო წლევანდელი დაჯილდოებაც საიუბილეო როგორ ჩაერა რამდენად მოყოფილი ხართ როგორი იყო მოლოდინები და უკვე ეხლა პოსტ დაჯილდოება როგორ შეაფასე უკვე დღეიდან დაიწყე შემდეგზე ფიქრი მაგრამ ახლანდელი შეაფასე პირველ რიგში ვიტყვი იმას ძალიან ბედნიერი და რატო რა არის იცით
ხანდახან მიკვეცით, მე არავინ არ ვარ, ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარ, ჩვეულებრივი ტიპი რიგითი ემიგრანტი, ვუკავშირდები ადამიანებს და ვთავაზობ. იცით, არ არის მარტივი აიღე შენ მალტის ბილეთი გინდა საქართველოსი დაუშვათ, ახლა საქართველოში სახლი მაინც აქვს ან ნათესავი ყავს. ეს ადამიანები ყველანი მოუყვებიან და გარდა ამისა უამრავი ადამიანი ჩამოვიდა ამერიკიდან და საქართველოსიდან მხოლოდ იმიტომ რომ დაესწროს და მე ამით ძალიან ამაყი ვარ იცით და მინდა გითხრათ კიდე ახლა შეიძლება მყავს ისეთი ემიგრანტები რომლებმაც აი ერთ-ერთმა ნომინანტმა რომ გაიგო რომ ყველაზე ახალგაზრდა ზაზარაშვილი ჯილდოვდებოდა ყველაფერი გააკეთა რომ ბავშვი რადგან ყველაზე ახალგაზრდა და ახალი ჩამოსული ამერიკაში თუ რამოდენიმე წელია მან უზრუნველყო მისთვის ბილეთიც სასტუმროც და მისი ოჯახის წევრებისთვის სასტუმრო ხო ანუ მე ამით ამაყი ვარ იმიტომ რომ ადამიანები მენდობიან და ვცდილობ გავამართლო მათი იმედები რადგან ვიცი ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა აქ ვთქვათ რომ სპეციალური სტუმრების სახით არიან ჩამოსული და რაც თავარია რანინას კვარტეტი რანინა კვარტეტი რანინა ანკაუგულავა ახლავს მათი პროდიუსერი მადლობა ანუკი და გელა სანდო გეგეჭკორი ყავსაკი და თქვენ ბატონო აი მინდა თქვა რომ მადლობა პირველი დაჯილდოება გახსენით თქვენ და დღეს მეათე დაჯილდოების 10 წელიც გასულა მესამჯერ ინე ბოლოსკენ მინდა გითხრათ ჩვენ რა თქმა უნდა ახლა გვისმენა გვიყურებენ ჩვენ ძირფას თანამოქალაქეები და რას ეთქვით საქართველოს და ქართველებს გაუფრთხილდეთ და მოვეფეროთ ერთმანეთს ჩვენ ხო ყველა ერთი პატარა ქვეყნის შვილები ვართ და ყივა, აი ძალიან ყივა დღეს რაც ხდება, მინდა რომ გაერთიანებულ საქართველოში აი დავბრუნდე, მინდა რომ ყველას ერთმანეთი გვიყვარდეს და მოვეფეროთ ერთმანეთს. ამინ, ძალიან დიდი მადლობა წარმატებებისათვის თქვენ საქმეში, მე შეგახსენებ დიასპორის სახლის დამფუძნებელი ინა საინტეგრესაურებოდა და რამდენიმე წუთში უკვე სანდრო გეგეჭკორი გაგვესაუბრება ამავე ღონისძიებას. დროებით.